ჰოთელ პედაგოგს, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს, დაზარალებული სტატუსი არ აქვს. როგორც ის ამბობს, კადრების გავრცელების თაობაზე პოლიციამ შეატყობინა და მოწმის სახითაც გამოკითხეს, თუმცა 10 დეკემბრის შემდეგ გამოძიებაში ახალი არაფერია. დაუდგენელია გავრცელების წყაროც. იგორ კეკელი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ სკოლაში კოლეგებისგან ბულინგისა და დაშინების მსხვერპლი გახდა. რამზან კადიროვს თირკმელები გაეთიშა და კრემლში მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია დაზოროაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით ჩეჩნეთის მეთაურის საავადმყოფოში წევს და მასთან ოჯახისა და ახლო გარემოცვის წევრები იმყოფებიან. გარყვნილების აღგზნებული ფანტაზიები, ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ზახაროვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას. ჯონ ჰილიმ ჟურნალისტს უთხრა, რომ მას პუტინის დატყვევებისა და ომის დანაშაულებისთვის მისი დასჯის სურვილი აქვს. უცხო ძალები, დაქირავებულები, ტერორისტები, დივერსანტები, ასე მოიხსენიებს ირანის ხელისუფლება აქციების მონაწილეებს. პირველი პირები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს დიქტატორული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ნარატივით ეხმაურებიან. ირანელი ხალხი არ მოუთმეს უცხო ძალებსა და მათ დაქირავებულებს, წერს აიათოლა. პროტესტი დესტრუქციულმა ძალებმა მიითვისეს, აცხადებს ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ირანში ქაოსსა და არეულობას ამერიკა და ისრაელი იწვევენ, ირწმუნება პრეზიდენტი ფეზეშქიანი და ამტკიცებს, რომ თავად მზად არიან ხალხს მოусმინონ.